ძალიან ხშირად ამ დამღას ახასიათებს ხოლმე რაღაცნაირი შეთამაშება სიკვდილის იდეასთან. რაღაცნაირი ესეთი ცეკვა სიკვდილთან შეიძლება ესე ვთქვათ. აი თითქოს სიკვდილის იდეა მათთვის საინტერესოა და თითქოს რაღაცნაირად ეს იდეა მათ იზიდავს და თითქოს ეძახით მათ ეს იდეა. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ია ბერსენაძე, პიროვნული და ორგანიზაციული განვითარების ტრენერი. თქვენ კი უყურებთ კლასტერის ვიდეოების ციკლს, რომელიც ეხება დაკავშირებას და ჩვენ უკვე გადავედით დამღებზე. ბავშვობის დამღები, როგორც ხანერად ვეძახით ხოლმე, თქვენ შეიძლება ლიტერატურაში ნახოთ სიტყვა სკრიპტები, სცენარები, ცხოვრებისეული სცენარები და ასე შემდეგ. ამის აღწერა თუ რა არის ეს ტრანზაქციული ანალიზი არის, ერთ-ერთი მიმართულება არის ფსიქოლოგიური. ამის აღწერა ჩვენ გვაქვს წინა ვიდეოში, ამიტომ ტრადიციულად იხილეთ წინა ვიდეო, რომელიც უფრო ესეთი შესავალი ვიდეო არის და ასევე ტრადიციულად შეგახსენებთ, რომ გახდეთ ჩვენი გამომწერი, ამას მე თვითონ ხშირად მახსენებენ ხოლმე, რომ თქვენ შეგახსენოთ, ამჯერად გამახსენდა, ასე რომ თქვენს გახსენებთ. გადავიდეთ ჩვენს თემაზე, ბავშვობის დამღებზე და ჩვენ წინა ვიდეოში ვთქვით, რომ სულ არის 12 ესეთი დამღა, რომელიც არის ბობი და მერი გულდინგების თეორიის მიხედვით და ეს არის ტრანზაქციული ანალიზი, კიდევ ერთხელ ვამბობ და პრინციპი ამ თერაპიის თქვათ ესე ხო, ამ მიმდინარეობის და ამ ანალიტიკის არის ის, რომ ადამიანები, ბავშვები 0-დან 12 წლამდე ასაკში გარკვეულ შემზღუდავ რწმენებს მოიკრებენ ხოლმე და ეს ხდება მათი რწმენა წარმოდგენების ესეთი რუქა. და ამ რუქის ერთგულები არიან ხოლმე მერე ადამიანები უკვე მთელი ცხოვრება. გასაგებია, რომ ადამიანისთვის შესაძლებელია რაღაცა ტიპის ფიქრი ყოფილიყო რელევანტური, არ ვიცი მე, მაგალითად 3 და 6 და თუნდაც 12 წლის ასაკში, როდესაც ადამიანი როგორც ასაკობრივად ძალიან უმწიფარი იყო და შესაბამისად მოწყვლადი იყო და დაუცველი იყო, მაგრამ ზრდასრულ ადამიანს ეს უკვე ძალიან დიდი ხანი აღარ ეხმიანება, მაგრამ ის რჩება ერთგული ძველი გადაწყვეტილების. ამიტომ ამ ტრანზაქციული ანალიზის ამ მიმდინარეობას ასევე ეძახიან redecision therapy, ანუ ხელახალი გადაწყვეტილების მიღების თერაპიას. ანუ გარკვეული გადაწყვეტილებები ხელახლა არის გადაწერილი. თითქოს ჩვენ ცხოვრებაში რაღაცა ხელშეკრულება დავდეთ და ამ ხელშეკრულების ერთგული ვარ და ამჯერად უნდა მოხდეს ამ ხელშეკრულების გადახედვა და თავიდან ხელის მოწერა გარკვეულ პირობებზე, ესე მეტაფორულად რომ ვთქვათ. ერიკ ბერნის მიხედვით ადამიანში არის 3 ძირითადი ეგო მდგომარეობა, ეს არის ბავშვის, ზრდასრულის და მშობლის და სწორედ იწილად ბავშვის ეგო მდგომარეობაზე ვსაუბრობთ ჩვენ და ბავშვი ძალიან ხშირად არის მოწყვლადი, ადაპტური და შეიძლება იყოს მეამბოხეც, მაგრამ ეს ყველაფერი, ეს სტრატეგიები უკვე გამოუსადეგარი არის ზრდასრულობაში. ჩვენ ვსაუბრობთ პირველ დამღაზე დღეს, რომელსაც ქვია მოკვდი არ იყო. მოკვდი არ იყო ნებისმიერ ტრენინგზე, სადაც მოხვდებით, თუ ეს დამღა არის ჯგუფში, პირდაპირ ჩვენება არის, რომ პირველ რიგში უნდა მოიხსნას ეს დამღა, ანუ ეს შემზღუდავი რწმენა, რამდენადაც ეს პირდაპირ მითითება არის ტვინისთვის, რომ მისი სიცოცხლე ფასეული არ არის. ანუ გარკვეულწილად ხდება არაცნობიერი პროგრამირება და არაცნობიერი მიდრეკილება სიკვდილისადმი. როცა ვსაუბრობ სიკვდილზე, პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს ფიზიკური სიკვდილი, თუმცა მოიცავს ამასაც, ეს შესაძლებელია იყოს ფსიქიკური ან სოციალური სიკვდილი. გასაგებია რა არის ფსიქიკური სიკვდილი, ეს არის გარკვეული თქვათ ესეთი რამ, რომ რაღაცა მდგომარეობა, ფსიქიკური მდგომარეობა, როდესაც არ დასტურდება ფსიქიატრიული დიაგნოზი, მაგრამ ადამიანი ფაქტობრივად ამის ზღვარზე იმყოფება. ხო, ესეთი მომიჯნავე მდგომარეობა არის ფსიქიკურ სიჯანსაღესა და ფსიქიკურ გარკვეულ პათოლოგიას შორის. როდესაც საუბრობთ სოციალურ სიკვდილზე, ასევე ვსაუბრობთ გარკვეულ გარიყულობაზე და გარკვეულ ესე სტრატეგიაზე, როდესაც ადამიანი თითქოს რაღაცა ძახილით, რაღაცა შინაგანი ხმის, ესეთი მუდმივი მონოტონური მითითებით საბოლოო ჯამში რჩება მარტო და ტვინისთვის იმარტოვე სიკვდილს ნიშნავს. ცოტა მოგვიანებით დავუბრუნდები ამ დამღის სახელის მეორე ნაწილს, რამდენადაც არის მოკვდი არ იყო და არის მეორე კომპონენტი ამ დამღის, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ, ჯერ მინდა რომ პირველ ნაწილზე მოკვდიზე ვისაუბრო. ბუნებრივია, როდესაც არის ეს ჩვენება, ვიწყებთ პირველ რიგში მუშაობას ამ დამღაზე. ეს ითვლება ერთ-ერთ მოდი ვთქვათ ესე ყველაზე ყურადღება მისაქცევ დამღაზე, აქ არ არის საუბარი რთული და მსუბუქი
დამღები, ნუ ალბათ ესე არ გაიყოფა ეს ყველაფერი. თავარი არის ის, რომ როგორც წინა ვიდეოში ვთქვათ, ნებისმიერი პროგრამირება, ანუ დამღა იხსნება, მაგრამ რა თქმა უნდა არის ბევრად უფრო ესეთი დამძიმებული ფორმის ფიქრები, ვთქვათ ესე. მოდით დავიწყოთ ჯერ გარემოებებზე საუბარი. ზოგადად როცა ვსაუბრობთ გარემოებაზე, პირველი რასაც ყოველთვის ტრენინგებზე ვამბობ ხოლმე ეს არის, არ აქვს მნიშვნელობა გიფიქსირდება ტვინში თუ არა ეს გარემოება. ანუ გახსოვთ თუ არა ეს გარემოება, არის თუ არა ცნობიერი თქვენ ტვინში გარკვეული გარემოება. შეიძლება გარემოება არ გიფიქსირდებოდეთ, მაგრამ თუ ჩვენება არის, ანუ თუ ამისი შედეგები გვაქვს, თუ რაღაცა სიმპტომატიკა არის, მაშინ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. იმიტომ რომ ლოგიკა კარნახობს, რომ შეიძლება ყოფილიყო რაღაცა გარემოება, რომელიც ჩვენ ან არ გვახსოვს, ბუნებრივია, იმიტომ რომ პატარები ვიყავით, ან მისი მტკივნეულობის გამო ის განიდევნა მეხსიერებიდან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამან არ დატოვა კვალი თქვათ ჩვენს განვითარებაზე და ასე შემდეგ. ამიტომ ბუნებრივია არის სიმპტომატიკა, ვიწყებთ ამაზე მუშაობას. მაგრამ თუ დავუბრუნდებით გარემოებას, რა თქმა უნდა, ძირითადი გარემოება ეს არის ბავშვები, რომლებიც, მოდი ვთქვათ ესე, ადამიანები, რომლებიც იყვნენ აბორტის კანდიდატები. Ну, ძალიან ბევრი ისტორია გვაქვს ამასთან დაკავშირებით. ყველას მოსმენილი განსაკუთრებულად იმ ადამიანებს, რომლებიც ამ თემებზე მეტნაკლებად მუშაობენ, რომ ვთქვათ, არ იყო სასურველი ბავშვი, მომენტისთვის იყო რაღაცა გარემოება, რის გამოც ან დედას, ან მამას, ან ოჯახს არ უნდოდა ეს ორსულობა და იყო ფიქრი იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვი ყოფილიყო მოცილებული. გასაგებია, რომ ეს ყოველთვის არის დედის უფლება, განსაკუთრებულად ამაზე იყო საუბარი და ეს ბევრად უფრო ისეთი ვთქვათ ესე რომ მორალურად სტიგმატიზირებული არ იყო იმ პერიოდში, როდესაც, ну, ახლა ვთქვათ 60-70-იანებში, როდესაც ფაქტობრივად ჩასახლის საწინააღმდეგო საშუალებები არ არსებობდა და ვიცით ჩვენ რომ არიან ქალები, რომელსაც ათობით აბორტია გაკეთებული და არანაირ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, განსაკუთრებულ განცდასთან და მორალურ დილემასთან ეს არ იყო კავშირში. არ გვინდა მორალურ ნაწილზე ამ საერთოდ ვსაუბრობთ, ჩვენ ახლა ვსაუბრობთ იმაზე, რომ რამდენადაც ადამიანი ბავშვი მუცელში უკვე გარკვეულ ბმაშია სამყაროსთან და ბმაშია დედის სხეულიდან ის არის სიმბიოტური, ანუ ჭიპლარით შეერთებული დედასთან და ფაქტიურად შეერთებულია მის ფიქრებთან და შეგრძნებასთან, შესაბამისად მასში შედის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის არ არის სასურველი, რომ სამყარო მას ხელგაშლილი არ ელოდება, რომ მისი გაჩენით რაღაცა პრობლემა ჩნდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს შეიძლება იყოს გარემოება აბორტის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ესეთი დათქმა ვთქვათ. თუ სიმპტომატიკა არ არის, მაშინ ამაზე უბრალოდ არ ვმუშაობთ. ანუ არ არის აუცილებელი, რომ გარემოებიდან გამომდინარე ვიმუშაოთ. სიმპტომატიკა უნდა ეხმიანებოდეს ადამიანს და მხოლოდ ამ შემთხვევაში მუშაობა იწყება ამას. პირველი, როგორც ვთქვით, ეს არის აბორტის კანდიდატი ბავშვები. მეორე ესენი არიან ბავშვები, რომლებიც, ну, გასაგებია შეიძლება არ იყო აბორტის კანდიდატი, მაგრამ მის გაჩენასთან ერთად ოჯახში გაჩნდა რაღაცა პრობლემები. და ეს ნარატივი არსებობდა ოჯახში. მაგალითისათვის, დედა ამბობს, რომ სანამ ის გააჩენდა ბავშვს, სანამ შენ გაგაჩენდი, ვთქვათ, ვიყავი, არ ვიცი, მე გამხდარი, ლამაზი, წარმატებული, პროფესიონალურად შემდგარი, მერე დამჭირდა, რომ გამეწირა ჩემი პროფესიული ცხოვრება და დამჯდარიყავი სახლში, აღმეზარდე შენ და ამას ნანობ რაღაცნაირი სინანულით ვიხსენებ ჩემს ცხოვრებას, რომელმაც თითქოს გვერდზე ჩამიარა. გარკვეული სინანულის ტონები თუ არის, ხანდახან ეს პირდაპირ არის ხოლმე ნათქვამი. და ხანდახან არის, რომ რაღაცა არავერბალური კომუნიკაცია არის ამისი. ანუ თუ დიდწილად მშობელი არის არარეალიზებული და ამაში ბავშვი საკუთარ თავს იდანაშაულებს და დამერწმუნეთ, რომ ძალიან ხშირად შეიძლება არც არაფერი არ იყოს ნათქვამი ასე, მაგრამ ბავშვი იდანაშაულებს ხოლმე. ყველაფერი დანაშაულს საკუთარ თავზე იღებს ხოლმე ბავშვი. და იცით თქვენ ეს ხშირად ხდება ხოლმე, რომ მაგალითად დედა და მამა ჭყობობენ და ბავშვი გონია, რომ მისი ბრალია. ამ დროს მისი ბრალეულობა გასაგებია, რომ არაფერ შუაში არ არის. ამიტომ ბავშვი ხშირად იღებს საკუთარ თავზე იმ დანაშაულს, რომელიც მას საერთოდ არ მიუძღვის არანაირად და ამ შემთხვევაშიც თუ ბავშვმა რაღაცა ლოგიკით დააჯინა ეს საკუთარ ცნობიერებაში ან არაცნობიერში, უკვე შემდგომ რომ მე რომ არ გავჩენილიყავი, ნაკლები პრობლემები იქნებოდა. მე რომ არ გავჩენილიყავი, დედა უფრო ბედნიერი, ლამაზი, ჯანმრთელი, წარმატებული იქნებოდა. მე რომ არ გავჩენილიყავი, მამას არ დასჭირდებოდა საზღვარგარეთ წასვლა, ან იგივე მშობელს ხო არ დასჭირდებოდა იქ წასვლა, ოჯახის დატოვება, რაღაცა მძიმე სამუშაოების ჩატარება, ან ბევრი რამ შეიძლება იყოს. ნარატივი არის მილიონნაირი.
და ნებისმიერი ნარატივი შეიძლება ჯდებოდეს ამ ლოგიკაზე. თავარია რომ ბავშვს უჯდება ეს ლოგიკა, ან არ უჯდება ეს ლოგიკა, ხო? ამის მიხედვით. მეორე გარემოება, რომელიც არის ამისკენ მიმართული, ამ დამღისკენ, ეს არის რომ ბავშვი კრიტიკულად თქვათ რაღაც მოწყობილ მდგომარეობაში იყო, უფრო ვთქვათ ესე, რომ ვთქვათ იყო ან ძალადობის ქვეშ, შეიძლება იყოს ფსიქიკური, ესე იგი ფსიქოლოგიური ძალადობა, შეიძლება ფიზიკური ძალადობა იყოს, თქონდა შეიძლება სექსუალური ძალადობა იყოს. თუ ეს ძალადობა იყო ოჯახში, ნუ ფიზიკური ცხადი იქნებოდა, ფსიქოლოგიური არ იქნებოდა ცხადი, მაგრამ ეს არ ცვლის სურათს. ხანდახან აი ესეთი ფარული ძალადობა კიდე უფრო მძიმე სურათს ტოვებს ხოლმე ადამიანის ფსიქიკაში. მაშინ ასევე ძალადობის მსხვერპლი ხშირად ძალადობის მსხვერპლს ხშირად უყალიბდება, მოკვდი არ იყო. რა პრინციპით ყალიბდება ამ დროს მოკვდი არ იყო. როდესაც ადამიანს ისევ და ისევ ბავშვს შეძდის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მშობელი მე ცუდად მექცევა, მშობელი მე ვთქვათ ფიზიკურად ან ფსიქოლოგიურად მისწორდება ან ბევრი ან შეიძლება იყოს, მაშინ მე არა ვარ მისთვის სასურველი, მე არა ვარ მისთვის, ვთქვათ, მისაღები და ასე შემდეგ. და თუ მე არა ვარ მშობლისთვის მისაღები, ესე იგი მე არა ვარ არავისთვის მისაღები. მე სამყაროსთვისაც კი მიუღებელი ვარ. ჩვენ გქონდა ერთი ესეთი შემთხვევა, როდესაც სისტემური განლაგების ვორქშოპი გქონდა და ყავდა ერთი მსმენელი, ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ჰქონდა ძალიან მოჭარბებული შფოთვები და ჰქონდა განცდა იმისა, რომ აი სამყარო მას არ იღებდა. აი უფრო ასეთი სახით შეიძლება მისი შემზღუდავი რწმენა იყოს ჩამოყალიბებული. და როდესაც სისტემურ განლაგებაზე დავაყენეთ მისი საკითხი, თვითონ სისტემურმა განლაგებამ წაიყვანა ნარატივი წავიდა ამ ჩვენი მსმენელის, ვინც იყო კლიენტი, ამ შემთხვევაში კლიენტის მუცლად ყოფნის პერიოდზე, ძალიან ცხადი იყო და დავბრუნდით იმ სცენაში, როდესაც დედა მშობიარობდა ამ ბავშვზე, ანუ ჩვენ კლიენტზე. როგორც მე იყო ძალიან უცნაური ჩვენებები, ანუ ძალიან დიდი შფოთი იყო, დიდი განგაში იყო, დიდი ფორს-მაჟორი იყო თვითონ ველში და ესეთი იგი ჩვენება ქონდა დედის რეპრეზენტატორს, რომ რაღაც საშინელება ხდება, რომ სამყარო თავზე ენგრევა და ბავშვსაც იგივე და ასე შემდეგ. და როგორც მე გაირკვა, როდესაც მასზე მშობიარობდა დედა, დაწყებულა რაღაც მიწისძვრა ძალიან საკმაოდ ძლიერი და ნუ რეფლექსი იყო, როგორც ჩანს, რომ გაიქცა ეს ექიმი იყო, თუ ბებია ქალი იყო და როგორც თვითონ კლიენტი ყვებოდა, დედა ჩემი მშობიარე ყვიროდაო და რას აკეთებთ, როგორ სადმტოვებთო და ნუ მოკლედ საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო, გასაგებია, ახლა მშობიარე ქალი ადვილი წარმოსადგენია და ახლა კიდე რომ მიწისძვრა იწყება, მაგრამ საინტერესო რამ არის აქ, რომ სამყაროს ბავშვი ევლინება და სამყარო მას ეგებება, ასე ვთქვათ, ასეთი ინფორმაციით, რომ მიწაც კი არ არის სტაბილური, რომ მიწაც კი ირყევა მის ფეხქვეშ. რომ ყველაფერი იშლება. ამიტომ მას ეწყება. ეს არის მისი მთავარი მესიჯი, როგორია სამყარო. პირველი შეხვედრა სამყაროსთან. რატომ არა დამღები ძალიან ხშირად ყალიბდება მუცლად ყოფნის დროს და მშობიარობის გარემოებაში. იმიტომ რომ ბავშვი თუ ასფიქსიაში იბადება, ან ბევრი გარემოება. ეს იყო პირველი ინფორმაცია, როდესაც მან ეს სამშობიარო გზები გაიარა, რა დასკვნა დაუჯდა მას, როგორია ეს ტრანზიცია. ანუ როგორ სამყაროში შეაბიჯა მან ფეხი, ხო? პირველი გზა არის ეს, ასე ვთქვათ, მისი მუცლად ყოფნიდან დაბადებამდე. ამიტომ გარკვეული ხე თქვენ გაიკვირდებათ, მაგრამ ინფორმაცია ბავშვის ფსიქიკაში ჯდება ამ დროს, რა თქმა უნდა, ეს ილექება მე მის არაცნობიერში, მაგრამ მისი წარმოდგენა სამყაროს შესახებ ასეთია. მაშინ რომ დავუბრუნდეთ ამ ჩვენ კლიენტს, როგორ შეხვდა მას სამყარო, ხო? სამყარო შეხვდა მას იმით, რომ მიწაც კი ეცლებოდა ფეხქვეშ, რომ ყველაფერი იყო არასტაბილური, იყო კრიტიკული ფორს-მაჟორი და მაშინ დარჩა ეს ემოცია იმის შესახებ, რომ ძალიან დაუცველ სამყაროში ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ცხოვრება საერთოდ არ იყო ესეთი განგაშური, ეს თქო ჩვეულებრივი, ვთქვათ, როგორც ძალიან ბევრ ადამიანს შეიძლება ამ ქვეყანად და ამ, რა ვიცი, ამ თანამედროვეობაში რაღაცა პრობლემები იყო, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული, ვთქვათ ესეთი, ხო, იმიტომ რომ ნამდვილად არის ხოლმე, რომ განსაკუთრებული ბედის ადამიანებიც გვხვდებიან. ის, რასაც ჰელინგერი თვითონ განლაგების თავარი ავტორი ეძახოდა მძიმე ხვედრის ადამიანებს, ხო, heavy fate. და არიან ესეთი მძიმე ხვედრის ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებული გარემოებები შეხვდა. აი ძალიან ხშირად როდესაც საუბრობთ ხოლმე მძიმე ხვედრის ადამიანებს და აქ შედის ხოლმე, როდესაც სისტემაში არის მკვლელობა, როდესაც სისტემაში არის გაშვილება და ასე შემდეგ, აი ესეთი მათ შორის ძალადობა და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა ამ ადამიანებს არ არის
გასაკვირიც რომ აქვთ ხოლმე ეს დამღა მოკვდი არ იყო. ანუ მეორე გარემოება ეს არის ესეთი რაღაცა ტიპის ძალადობა, რომელიც იყო მიღებული ოჯახში და ამ შემთხვევაშიც ბავშვს უჯდება ეს ინფორმაცია თვითონ რომ ის არ არის სასურველი, რომ მის გარეშე სამყარო, მისი ოჯახის ცხოვრება იქნებოდა ბევრად უკეთესი. კიდევ ერთი გარემოება, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამორჩეული, ეს არის რაღაცა ტიპის მაგალითისათვის, თქვათ, ავიღოთ ესეთი საკითხი, როგორც არის საათობრივი კვება. რა არის საათობრივი კვება? საათობრივი კვება იყო პერიოდი, როდესაც იყო ნორმა და ნებისმიერი პედიატრი გეუბნებოდა თქვენ, რომ ბავშვს დააჭამოთ რაღაც ვთქვათ 2 საათში ერთხელ. დღეს რამდენადაც მე ვიცი ეს უკვე აღარ არის, მაგრამ ვის გვესმის ჩვენ რომ თქვათ ორგანიზმი ძალიან ინდივიდუალურია და შეიძლება რომელიღაცა ბავშვი მაგალითად საათნახევარში მოშვიდეს და რომელიღაცას 2 საათნახევარში. მაგრამ ჩვენ ესე გვიხსნიდან რომ კარგი დედა ის დედა არის, რომელიც მიიყვანს ამ ბავშვს ამ ციკლს არ დაურღვევს გარკვეულწილად, ხო? და იგივე მეორე საკითხი რო ავიღოთ, იგივე მაგალითად მე როცა ბავშვები პატარა მყავდა, მაშინაც იყო ეს თემა, რომ არ მიაჩვიო ბავშვი ხელში აყვანას. იმიტომ რომ დაიტანჯები მთელი ცხოვრება თავიდანვე მიაჩვიოს, რომ იტიროს და იწვეს არაფერი უჭირს გაჩერდება, ხო? ესე იგი, ეს ის პერიოდია, როდესაც ბავშვისთვის პირველადი ინფორმაცია არის კვება და დედასთან სიახლოვე. ამიტომ თუ ვთქვათ ეს პირველადი ინფორმაცია არის დარღვეული, მაშინ მასში შედის სიკვდილის ინფორმაცია სიკვდილის შესახებ, რომელიც განწირულია სიკვდილზე. და ეს პირველადი ინფორმაციაც შემოდის ძალიან ნაადრევ ასაკში. აი თითქოს განწირულობა სიკვდილზე მისი ხვედრი არის. და უცნაურია, მაგრამ ადამიანები მერე იწყებენ უკვე აი ამ ხვედრის აღსრულებას, აი თითქოს მათი მთავარი ამოცანა არის, რომ მალე გარდაიცვალონ, აი რაღაცნაირად და ეძიონ სიკვდილი. აი ძალიან ხშირად ამ დამღას ახასიათებს ხოლმე რაღაცნაირი შეთამაშება სიკვდილის იდეასთან. რაღაცნაირი ესეთი ცეკვა სიკვდილთან შეიძლება ესე ვთქვათ. აი თითქოს სიკვდილის იდეა მათთვის საინტერესოა და თითქოს რაღაცნაირად ეს იდეა მათ იზიდავს და თითქოს ეძახით მათ ეს იდეა. ეხლა რა თქმა უნდა, რაში შეიძლება იყოს ეს გამოვლინებული და პირველ რიგში თვითმკვლელობის მცდელობისაკენ მიდრეკილი ადამიანები ავლენენ ამას, პირდაპირ ავლენენ, რომ მათი ინტერესი არის ამისადმი და ესე თვითდესტრუქცია ამ სახით არის ხოლმე სხვადასხვანაირი ტიპით. ამიტომ სუიციდალური მცდელობები, როდესაც არის, პირველ რიგში უნდა ინახოს, თუ აქ არ არის ფსიქიატრიული დიაგნოზი, პირველ რიგში უნდა ინახოს ამ დამღაზე არის თუ არა ჩვენება ამ დამღის თითქმის არ არსებობს რომ არ იყოს, რა თქმა უნდა, ეს ჩვენება. მეორე არის შეიძლება აკვიატებული ფიქრები იყოს ამაზე. მაგალითად ადამიანმა არ აღასრულოს ეს იდეა თვითონ თავის მოკლის, მაგრამ აკვიატებული ფიქრები იყოს ამაზე. მესამე შეიძლება ასევე იყოს, რომ ეძებდეს რაღაცნაირად სიკვდილს. მაგალითად, ირჩევდეს შარიან პროფესიებს ან შარიან ჰობის, ხო? იქნება ეს რაღაცა ესეთი საკითხები, როგორიც არის ექსტრემალური სპორტი, იქნება თუ ექსტრემალური ტიპის რაღაცა პროფესიები, ნებისმიერ პროფესია შეიძლება იყოს აქ. და მათი ესე იგი ტოლვა უკვე ამ სიკვდილისადმი განხორციელდეს ამ გზით. აი თითქოს რაღაცა ლეგალურ გზებს პოულობენ, რომ სიკვდილს მალე შეხვდნენ. ძალიან ხშირად არის ხოლმე ჩვენებების მოკვდი არ იყოზე, როდესაც არის ძალიან ბევრი უბედური შემთხვევა რაღაცა ადამიანის ცხოვრებაში, ბევრი ავარია, ბევრი აი რაღაცა დასახიჩრება, აი სულ რაღაცა ამ ტიპის პრობლემები, როდესაც აქვს ადამიანს და მის ბიოგრაფიაშია ბევრი ესეთი კატაკლიზმები და ავარიები, ასევე არის მცდელობები და მიახლოებები ამასთან. და ესეც შეიძლება იყოს საკითხი ასეთი, ხო? ასევე ეს შეიძლება იყოს კი ბატონო, უგულებელყოფა ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე ასეთი გამოვლინება. მაგალითისათვის, ჩვენ ყავდა ერთი მსმენელი, რომელიც ყვებოდა თავისი დედის ისტორიას, რომელიც გარდაიცვალა, საკმაოდ ახალგაზრდა ეს ქალი და მას აღმოჩნდა, როგორც ბოლოს თქვა მან, რომ ჰქონდა ძუძუ სიმსივნე და ესეთი დიდი ხანი იცოდა ამის შესახებ, ანუ ხელით თვითონ ისინჯებოდა და იცოდა ამის შესახებ და თითქოს გამიზნულად ექიმთან არ წავიდა. ანუ თითქოს ელოდა იმას, რომ აღსრულებულიყო მისი სიკვდილი. ანუ აი ესეთი რაღაცნაირი არაცნობიერად თითქოს გამიზნული სტრატეგიები ჯანმრთელობის და უსაფრთხოების უგულებელყოფის ხშირად არის ხოლმე მოკვდი არ იყოს მაჩვენებელი და ამ დროსაც უნდა მივაქციოთ ამას ყურადღება. რა თქმა უნდა, ეს არის ნებისმიერი ტიპის დამოკიდებულება.
დამოკიდებულება იქნება ეს ქცევითი თუ სუბსტანციური დამოკიდებულება პირველ რიგში არის სანახავი, არის თუ არა აქ მოკვდი არ იყო. ხა რაც შეეხება ნარკო და ალკოჰოლ დამოკიდებულებას პირდაპირ მაგისკენ მიდის ეგზა, იმიტომ რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც არის ალკოდამოკიდებული და ნარკოდამოკიდებული, მას ესმის, რომ ეს გზა პირდაპირ სიკვდილთან მიდის და თან ესე საკმაოდ ტრამბულ და ტრაგიკულ ფინალთან მიდის. მაგრამ, გასაგებია რა მიზეზების გამოც ის ამას წინააღმდეგობას ვერ უწევს, მაგრამ თუ ეხლა შევხედავთ ამას დამღების თვალსაზრისით, ძალიან დიდი აგური ამ საქმეში ეს შემზღუდავი რწმენაც არის, რომ თითქოს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სიკვდილს ეძებს ადამიანი. შესაძლებელია, რომ როდესაც ვსაუბრობთ უსაფრთხოების და ვთქვათ ჯანმრთელობის უგულებელყოფაზე, აქ გარკვეულწილად იყოს ესეთი ნიუანსი შრომაჰოლიკობისაც, არის ხოლმე ესეთი ირიბათ ამის ჩვენებაც, ეხლა ჩემ პრაქტიკაში რაც ყოფილა, როდესაც არის გადაჭარბებული შრომაჰოლიკობა, აი საკუთარ თავზე ძალადობის დონეზე უკვე რაღაცნაირად საკუთარ ენერგიის გამოწვევის და დასუსტების, თქვა რაღაცა ტიპის ნარატივი, როდესაც არის, ფრედ შესაძლებელია, რომ ეს იყოს ნამდვილად ასეთი რამ აი მოჭარბებული დანაშაულის გრძნობა, რასაც ფსიქოლოგიაში მეაკულპა ქვია, ეს ძალიან გავრცელებული ხა დანაშაულის გრძნობა დაბალი თვითრწმენა შეიძლება ბევრი დამღის მაჩვენებელი იყოს, მაგრამ აი როდესაც პირდაპირ ტოტალურია ეს დანაშაულის გრძნობა და მოცული ყავს პიროვნება მთლიანად ამას და მიანთ აკორექტირებს მის ქცევას ეს დანაშაულის გრძნობა, ხშირად ეს არის ხოლმე მოკვდი არ იყოს ასევე ნაწილი, ან თითქოს ადამიანი ფიქრობს, რომ დამნაშავეა, რომ არის დამნაშავეა, რომ ცოცხალია, დამნაშავეა, რომ იკავებს რაღაცა სივრცეს ადამიანების ცხოვრებაში, თუ მისი ოჯახის ცხოვრებაში, ასევე ახასიათებთ ხოლმე საკუთარი სივრცის არ დაკავება. აი მაგალითად საკუთარი ის სიტყვა, რომელიც მან უნდა თქვას, ის დრო, რომელიც მან უნდა დაიკავოს ტრენინგზე, იგივე მაგალითად ამას არ იკავებს ხოლმე და თითქოს საკუთარ ცხოვრებაში ფეხა კრეფით დადის. აი თითქოს არ უნდა რომ ვიღაცა შეწუხდეს მისი არსებობით. აი ხშირად არის ხოლმე ამ ტიპის ფიქრები ასევე და რა თქმა უნდა თქვენ თვითმკვლელობისადმი მიდრეკილებები და მცდელობებია აქ განსახილველი. ასევე შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ ძალიან ხშირად ძალადობის მსხვერპლი, ვამპირიზმის მსხვერპლი, ასე ვთქვათ, არის ხოლმე ამ დამღების კანდიდატები. რატო? იმიტომ რომ შედიან იმდენად, აი როგორი ტიპის ლოგიკა არის. იცით რომ ჩემი ცხოვრება არ არის ფასეული, მე არ ვარ თავად ფასეული, ანუ კრიტიკული დაბალი თვითრწმენა არის, საკუთარი თავის გაუფასურების მცდელობა არის და უკვე შედიან ძალიან ღრმა სუბორდინირებულ ურთიერთობაში, შედიან ურთიერთობაში ძალიან ხშირად მსხვერპლის როლით და ბუნებრივია, როდესაც შედიან მსხვერპლის როლით, პოულობენ მოძალადეს. ამიტომ აი ესეთი მოძალადეობრივი სცენარები შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ხშირად არის ხოლმე აქ აი ამ თქვათ მოკვდი არ იყოს ერთ-ერთი ნაწილი. და აქაც სანახავი არის. განსაკუთრებულად თუ ეს განმეორებადია. მაგალითად ადამიანი შევიდა ერთ ურთიერთობაში, იყო რაღაცა მოძალადეს ხელში, იყო შესაძლებელი ყოფილიყო ფიზიკური მოძალადე, შესაძლებელი ყოფილიყო ფსიქოლოგიური მოძალადე. გამოვიდა აქედან, შევიდა მეორე ისევ მოძალადე აღმოჩნდა და ასე შემდეგ, აი რაღაცა ერთ და იმავე მოჯადოებულ წრეზე, როდესაც ტრიალებს ადამიანი. ამიტომ ასევე საყურადღება მისაქცევი არის ხოლმე ეს ნაწილი. ეხლა გადავიდეთ მეორე ნაწილზე ამ სათაურის, რომელსაც ქვია მოკვდი არ იყო, როგორც გითხარით, რომ არ იყო არის ნაწილი, მეორე ნაწილი. თუ მოკვდი მეტნაკლებად გავშალეთ, ეს არის პროგრამირება სიკვდილზე და ვთქვით, რომ ეს შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური, ისე სოციალური სიკვდილი. მაშინ და ასევე სოციალურ სიკვდილზე ერთი-ორი სიტყვით მინდა ვთქვათ, ნებისმიერი ტიპის გარიყულობა, განდეგილობა არის ამისი ნაწილი. აი ეს შეიძლება იყოს ასევე აღქმული. ეხლა მეორე ნაწილზე რო გადავიდეთ ამ სათაურის არ იყო. უკვე არ იყო, უნდა დავასრულოთ. არ იყო ვინ, ან არ იყო როგორი, ვთქვათ, შეიძლება იყოს ეს. ძალიან ხშირად აქ არის ხოლმე სქესობრივ იდენტობასთან ეს ყველაფერი კავშირში. მაგალითად არ იყო ქალი, ან მოკვდი როგორც ქალი. მოკვდი არ იყო როგორც ქალი, ან მოკვდი, ან არ იყო როგორც მამაკაცი. და შეგვიძლია რომ მე კიდე ჩაიშლება ხოლმე ეს თვითონ მუშაობაში უკვე ნარატივი აიწყობა ხოლმე და უფრო სრული სურათი გვაქვს ხოლმე. ხა ესე ზოგადად თქმა ცოტა რთულია. რას ნიშნავს ეს? ეს არის შეზღუდვა საკუთარ ფემინურობასთან ქალის შემთხვევაში, საკუთარ მასკულარობასთან მამაკაცის შემთხვევაში. რა შეიძლება იყოს ეს გამოხატული ძალიან ბევრ რამეში. თითქოს ადამიანი იქცევა, ცხოვრობს ისე, რომ
აიცილოს სასიყვარულო და სექსუალური ურთიერთობები. მაგალითისათვის, ავიღოთ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თემა, როგორც არის ჭარბი წონა, როცა ეს არის ფსიქოსომატიკა. ძალიან ხშირად ჭარბი წონა არ არის, ვთქვათ, რაღაც ფიზიოლოგიური პრობლემა, არამედ არის ხოლმე ფსიქოლოგიური პრობლემა. და ადამიანს აქვს ეს ემოციური ჭამა, ვენძახით ხოლმე, ხო? ანუ იმაზე მეც იღებს საკვებს, რაც საჭიროა. რაც გასაგებია, რომ აქ мотиваტორი არის უკვე ფსიქოლოგიური რაღაცა ნიუანსები. აქ ბევრი ნიუანსი შეიძლება იყოს, ხა ამის გაშლა ძალიან რთულია, მაგრამ ერთი რაც ხშირად შემხვედრია, არის ასეთი რამ. მოდით кейს მოვიყვან კიდევ. ყავდა ჩვენ მსმენელი და არა ერთი, რომელიც მუშაობდა ჭარბწონაზე და რომელიც ძალიან ებრძოდა ამ ჭარბწონას და ვერანაირად ვერ იკლებდა. და ამბობდა, როგორც კი ვიწყებ კლებას, თითქოს რაღაცა შემიჯდება და მეუბნება, რომ ჭამე და ვიწყებ იმ წუთშივე ამ წონის აკრებას, ხო? და გასაგები იყო იმ შემთხვევაში, ეს იმ კონკრეტულ кейსთან იყო კავშირში, რომ აქ იყო გარკვეული შემზღუდავი რწმენა და გარკვეული პრობლემა მასა და მის პარტნიორს შორის ურთიერთობაში. და რა თქმა უნდა ტრენინგის დასაწყისში მე არაფერი არ მithქვამს, იმიტომ რომ თვითონ მისულიყო მაქამდე თუ მივიდოდა, როგორი მსაუბრა გქონდა ამისი, ესაც სანახავი იყო, მაგრამ სადღაც შუა ტრენინგში, როდესაც ვამუშავებდით ამ დამღას და ამ ჭარბი წონის საკითხს, ის თვითონ მოვიდა და მითხრა, რომ მე ვიცი რამ ჭირს, მე მგონია, რომ თუ გავხდები და გავხდები სექსუალურად მიმზიდველი, ვუღალატებ ჩემს მეუღლეს. ანუ აქ იყო შეჭიდული მისი წონა ამ ერთგულების სქემასთან, ერთგულება კი იყო მის შემთხვევაში სოციალურად სტიგმატიზირებული, გადიოდა მის უსაფრთხოებაზე ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ ეს იყო მისი პრობლემა, ვთქვათ ესე, რომ მას არ ქონდა ესეთი ჰარმონიული სექსუალური ურთიერთობა თავის ქმართან. ამიტომ იმისთვის, რომ არ გამხდარიყო სექსუალურად მიმზიდველი და შესაბამისად არ ეღალატა ქმრისთვის, მისმა ტვინმა გადაწყვიტა ასეთი არჩევანის გაკეთება, რომ დაიწყო წონის მომატება. ძალიან ხშირად ასევე ზუსტად იგივე სცენარით ეს მუშაობს ხოლმე მამაკაცებთან, მაგრამ არ არის აუცილებელი მხოლოდ ჭარბი წონა იყოს. ნებისმიერი საკითხები, რომლებიც კავშირშია ჰიგიენასთან, ასევე შეიძლება იყოს კავშირში აცილებასთან. არაცნობიერი სურვილი და მეთოდი არის, ვთქვათ, საკუთარი რეალიზებულობის, როგორც ქალის, ან საკუთარი რეალიზებულობა, როგორც მამაკაცის, ხო? იქნება ეს ბუკვალური ჰიგიენა, სხეულის, იქნება ეს რაღაცა, მაგალითად, პირის ჰიგიენა, პირის ღრუს ჰიგიენა, ხო? და ასე შემდეგ, აი რაღაცა კანის დაავადებები, რომლებიც სუნთან არის კავშირში. ძალიან ხშირად რაღაცა ტიპის პრობლემები, რომლებიც სუნთან არის კავშირში, არის მოკვდი არ იყოს ნაწილი, არ იყოს მხრიდან, ანუ ვთქვათ, არ იყო ქალი, არ იყო მამაკაცი. ეს არის მხოლოდ მცირედი ჩამონათვალი იმისა, თუ რა გამოვლინება შეიძლება ქონდეს, მოკვდი არ იყოს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საკმაოდ რთული დამღარი აუცილებელი აქვს მუშაობა. მე დღეს ამითი გემშვიდობებით, შემდეგი ჩვენი ვიდეო იქნება მეორე დამღრის შესახებ, რომელსაც ქვია ნუ. წარმატებას გისურვებთ და შევხვდებით მალე ერთმანეთს.